გამარჯობათ ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, ეთერშია გადაცემა ჩინური პანორამა, მე მისი წამყვანი პოლიტოლოგი, პროფესორი, სინძიანის უნივერსიტეტის ექსპერტ კონსულტანტი ბადრი ნაჭყებია, მოგესალმებით თქვენ. ძვირფასო მსმენელებო, მე მინდა ხაზი გაუსვა ერთ გარემოებას, რომ ძალიან ხშირად ჩვენთან შემოდის შეკითხვა, როცა გთხოვენ აი გლობალურ საკითხებზე ლაპარაკს აი ჩინეთის პოლიტიკაზე, ამა თუ იმ პროცესებში, რომელიც მიდის გლობალურად, აი დღეს ჩვენ ხედავთ, რომ საკმაოდ სერიოზული დაპირისპირება არა მარტო იგივე ევროპულ თეატრში მე მხედველობაში მაქვს უკრაინა და რუსეთს შორის კონფლიქტი არამედ დაიძაბა ძალიან ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია, სადაც სირიაში მოხდა ფაქტიურად ანტიასადისტური ძალების ბლიცკრიგი და დღეს განსხვავებულ რეალობას ვხედავთ ჩვენ ამ კუთხით. მე დღეს სტუმრად დავპატიჟე ცნობილი ქართველი ეკონომისტი, საზოგადო მოღვაწე, დეპუტატი პარლამენტის გასული მოწვევის ბატონი ბექა ნაცვლიშვილი. ბატონ ბექას საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია აქვს ყოველთვის, როცა სტუმრად მოდის, მაგრამ მე მგონი ერთხელ იყავით, ხო ბატონ ბექა, მაგრამ ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო წლის დასაწყისში, მე მახსოვს, რომ გამოხმაურება იყო ძალიან სერიოზული, იქიდან გამომდინარე, რომ ბექა იდეოლოგიით არის მემარცხენე, მას არც დაუმალია, რომ აქვს საკმაოდ სერიოზული თავისი კონცეფცია ჩინეთთან დაკავშირებით და ჩვენ შევეცდებით თავიდან ბოლომდე დღევანდელი გადაცემა მიუძღვნათ ჩინეთს, მის როლს თანამედროვე მსოფლიოში და იმის გამოვთქვამ, რომ ჩვენ ბევრ ახალ და საინტერესო ასპექტს გავიგებთ ამ კუთხით. ბატონო ბექა, დიდი მადლობა, რომ მობრძანდით ჩვენ გადაცემაში. ჩვენ ცოტა ასე ვთქვათ, მე მაშინ მახსოვს, რომ მაყურებელს შევპირდი, რომ ჩვენ უახლოეს ხანებში ნახავდით ერთმანეთს, მაგრამ ბოდიში მინდა მაყურებელს და რადიო მსმენელს მოუხადო, მიწურულის ბოლოს, წლის ბოლოს მაინც მოვახერხეთ და შევხვდით ბატონო ბექას. ბატონო ბექა, აი უპირველეს ყოვლისა მე მინდა თქვენ შეგეკითხოთ, აი დღევანდელი პროცესებში, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს, აი რომელს ასპექტს უფრო გამოყოფდით დღეს? რომელი ასპექტია უფრო საგულისხმო გეოპოლიტიკურად ჩვენთან სიახლოვის კუთხით და ასე შემდეგ. მოგესალმებით, მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, ცოტა რეგალიები ცოტა გადაჭარბებული იყო ჩემთვის, რაც ჩამოთვალეთ. საზოგადო მოღვაწეობა ხოთი ჯერ ბევრი მაკლია, მაგრამ თქვენი გამოსვლები მაპატეთ ბატონ მადლობა ესეთ შეფასებისთვის. პარლამენტში თქვენი გამოსვლები ძალიან სიღრმისეული იყო და ძალიან განსხვავებული იყო ეს. უბრალოდ ფაქტია და ხო, ნუ ამას ვერ გავექცევით. ორი, ახლა თუ შევხედავთ ზოგადად დიდ სურათს, ორი წვავე წერტილი გვაქვს მსოფლიოში, ეს არის ახლო აღმოსავლეთი და ეს არის უკრაინა და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გლობალური პოლიტიკა ორიენტირებულია სწორედ ამ ორი ადგილის ირგვლივ. ეს აზიის მხარეს, ან ჩინეთსა და ტაივანს შორის მეტნაკლებად შემცირდა ეს დაძაბულობა, რაც მისასალმებელია და ძალიან კარგია, მაგრამ როგორც ნახეთ, უკრაინის ომი ჯერ დასასრულს არ მიდის დასრულებისკენ, სამწუხაროდ აქეთ მხარეს, რა თქმა უნდა, პირიქით შეიძლება ახალი ფრონტი გაიხსნას, მაგრამ იქაც მე მგონი აი ეს პროცესი, რომელიც ახლა დაიწყო, ვთქვათ, ასადის ხელისუფლების ესე რომ ვთქვათ, რა ვიცი, დამარცხებით, თუ დამარცხება ქვია ამას, ამან შეიძლება ახალი რეალობები შექმნას მთლიანად ახლო აღმოსავლეთში, ეს უპირველეს ყოვლისა ეხება ახალ ალიანსებს, ახალ კავშირებს, მაგალითად თურქეთსა და ისრაელს შორის, ამერიკის წარმომადგენლობა გაიზარდოს ახლო აღმოსავლეთში, ჩვენ რაღაცა ტენდენციას უყურებთ, რომ თითქოს რუსეთი იდგამდა იქ ძლიერად ფეხს, მაგრამ ამას განხორციელება ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში არ უწერია.
და რაც შეეხება უკრაინას, უკრაინის კონფლიქტი ჯერ კიდევ არის ძალიან ესეთი ცხელ ფაზაში. იქ არ არის მხოლოდ ძალიან ესეთი დასუსტებული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიღაცა ძალების, რომელიც არ შემდგარი სახელმწიფო, არამედ უკრაინა იყო შემდგარი სახელმწიფო, უკრაინა იყო დიდი სახელმწიფო, ძლიერი სახელმწიფო, მაგრამ რუსეთის აგრესიის შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, დიდი სახელმწიფოების ფოკუსი არის სწორედ მიმართული ამ ქვეყნების ამ ორი დაძაბულობის კერის მიმართ და მათი როლი იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი ამ პროცესში. ბატონო ბეკა, ახლა ზუსტად მე მინდა ეს პრობლემები განვიხილოთ გარკვეულწილად გეოპოლიტიკურად და ეკონომიკის კუთხით. თუ რა ხდება ამ პროცესებში, ჩვენ ვიგებთ, რომ პრაქტიკულად აი ამ რეგიონში, აი ამ დერეფნებში შემოდიან ახალი აქტორები, ფაქტიურად ინფორმაციას ვიღებთ, რომ უახლოეს ხანში იგივე თურქეთის როლი, როგორც საერთოდ რაღაც გაზის ცენტრალური ხაბის გამანაწილებლის როლის ევროპაში შეიძლება უკვე საბოლოოდ ჩამოყალიბდეს, გაიხსნას ახალი გაზსადენი და საბოლოოდ კატარის გაზი, სადაც ვებერთელა მარაგებია, კატარის გაზმა ესე იგი თავი იჩინოს და წამოვიდეს ევროპისკენ. აი ამ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ ჩვენ განსაკუთრებულ როლს, ამაზე ცალკე გვექნება ლაპარაკი, მაგრამ აი ჯერ თქვენ ახლა შეეხეთ ისევ აღმოსავლეთს, აი ეკონომიური კუთხით რა ხდება? ხო, ეკონომიური კუთხით ახლა თქვენ რას ახსენეთ, ეს მნიშვნელოვანია, საკმაოდ საინტერესო პროცესია. ნახეთ, ევროპა ცდილობს რუსეთის, ესე იგი, ენერგოწყაროებიდან და ენერგომატერიალებიდან საკუთარი თავის ემანსიპაციას, ანუ დამოკიდებულების შემცირებას. შეიძლება თქვენ ყატარი ახსენეთ და ყატარმა სწორედ ამას შეუწყოს ხელი, მეორე მხარეს ესე დიდი მოთამაშეები სხვათა შორის იქ, როგორც თურქეთია, როგორც მაგალითად იგივე ყატარია, საუდის არაბეთი განსაკუთრებით, რომელსაც ძალიან ესეთი პოზიცია აქვს, ხო? ძალიან გონივრულად თამაშობს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ესე იგი, მან რუსეთს გაუკეთა ძალიან დიდი საჩუქარი, თუ გვახსოვს იმ თვალსაზრისით, რომ იგი რადგან ოპეკი პლუსი არსებობს და ოპეკი არის ეს ნავთობმომპოვებელი ქვეყნების კარტელი, ანუ ისინი არეგულირებენ მოწოდების საფუძველზე ბაზარზე, ესე იგი ენერგომატარებლების გამოშვების და გამოტანის საფუძველზე ფასებს, როდესაც ესე იგი რუსეთს ძალიან უჭირდა, მან შეამცირა შესაბამისად მოპოვება და აქედან გამომდინარე რუსეთმა არ დაკარგა ის შემოსავები, რომელიც მას ჰქონდა, ხო? აქ არის ყატარი, რომელსაც შეუძლია გარკვეული თვალსაზრისით ეს რუსეთზე დამოკიდებულება ევროპის ქვეყნების შეამციროს, ჩვენ თურქეთი იგივე, რომელიც თითქოს ერთგვარ ალიანსში გვევლინებოდა რუსეთთან და გარკვეული თვალსაზრისით დავინახეთ, რომ საბოლოო ჯამში, ესე იგი, რაც სირიაში მოხდა, ესე იგი რუსეთის თავარი საყრდენი ახლო აღმოსავლეთში მან მთლიანად გაანეიტრალა ამ შემთხვევაში, ხო? ანუ ჩვენ ხედავთ, რომ ძალიან დიდი გლობალური გადალაგება მიდის, ეგრეთ წოდებული. ის არასტაბილური თითქოს ეს ყველაფერი ჩანს, რომ გარკვეული თვალსაზრისით ეს ქვეყნები საკუთარი ინტერესებისთვის იბრძვიან და მე აბსოლუტურად ესე იგი ვიზიარებ ამას, მაგრამ ეს არის სწორედ იმის ნიშანი, როდესაც ესე თამაბნაბიჯებს დგამენ ქვეყნები და ესეც მოკლევადიან პერსპექტივაში ერთმანეთის სასარგებლო და ერთმანეთის წინააღმდეგ, ხო? ერთ დეკადაში არა, დეკადა კიდე დიდი დრო, ანუ შეიძლება მთლიანად ერთ წელიწადში ერთმანეთის სასიკეთო და ერთმანეთის სრული ნაბიჯები გადადგან, ხო? აქედან გამომდინარე, ეს მიუთითებს სწორედ იმაზე, რომ ესე იგი აღარ არის ის სამყარო, რომელიც ჩვენ ვიცოდით აქამდე, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების საუკუნე, როგორც ამას ეძახდნენ, არამედ მართლაც, ესე იგი, სამყარო ხდება მულტიპოლარული და ეს მულტიპოლარიზმი შეიძლება არ გამოიხატოს მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა ჩინეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და თქვათ რუსეთს შორის, არამედ ახალი მოთამაშეები გაჩნდნენ, რომლებიც კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებენ თქვათ ამ მულტიპოლარულობას, ხო? აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, თურქეთს მინდა ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად იმისა, ესე იგი
ის თითქოს ეკონომიკური თვალსაზრისით არ არის იმდენად ძლიერი ქვეყანა და ცხოვრების დონე არ არის იმდენად მაღალი, როგორც თქვა, დასავლეთის ქვეყნებშია და ასე შემდეგ. აი ეს მისი გეოპოლიტიკური მდგომარეობა და მისი აგრეთვე თქვა, დანახარჯები, სამხედრო დანახარჯები, იგივე შესაბამისად მისი შეიარაღება, მისი განსაკუთრებით სამხედრო მიმართულებით ტექნოლოგიური მზაობა, ხო? იმიტომ რომ ესე თურქეთი იყო, ვინც უკრაინას თქვა იგივე დრონებით, რომელიც მეტნაკლებად უკვე აღარ, მაგრამ ახალი ტექნოლოგია იყო, უკრაინას ამარაგებდა, ხო? გვაჩვენებს, რომ თურქეთმა ძალიან დიდი როლი შეიძლება შეასრულოს ამ პროცესში, ხო? ეს არ ვიცი ხა ეს პანთურქიზმის და ძველი ოსმალეთის დიდების აღდგენის ესე იგი იდეოლოგიის ქვეშ იქნება თუ ეს იქნება ძალიან პრაგმატული გათვლა ამას მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ისიც რა რაღაცა ძველი იმპერიალისტური დიდების დევნა დავინახეთ თუ როგორ მთავრდება ხოლმე იგივე რუსეთის მაგალითზე, ხო? იმიტომ რომ ხა შეიძლება რუსეთი ამ შემთხვევაში და ამ წუთას გარკვეული თვალსაზრისით ესე იგი უპირატესობას ფლობდეს ბრძოლის ველზე, მაგრამ ძალიან მალე რუსეთი ეკონომიკურად გამოიფიტება უბრალოდ. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ რუსეთი დგას დღეს აი ამ მომენტში იმ ქვეყნების კეთილნებაზე, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ მთლიანად ეს გლობალური სისტემა შეცვალონ, მაგრამ შეცვალონ არა რუსეთის სასარგებლოდ, არამედ თავიანთ სასარგებლოდ, ხო? და აქედან გამომდინარე, ეს არის რუსეთისთვის უბრალოდ რაღაცა უკეთესი პერიოდი ამ შემთხვევაში, როდესაც მან შეიძლება დამარცხება არ განიცადოს ბრძოლის ველზე, მაგრამ რუსეთი მე მგონი თავის დიდებას, რომლისკენაც ის მიიღწვის, იმ დიდებას თუ ეს გამყარებულია, რაც თქვია, რაღაცა იდეოლოგიით, მესამე რომის და დიდი, ესე იგი, რუსეთის იდეით, ამას ნამდვილად ვერ მიაღწევს, რა, იმიტომ რომ რუსეთს არ აქვს ელემენტარული ამის პოტენციალი, როგორ გითხრათ, ინტელექტუალური პოტენციალი არ აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ესე იგი, რუსეთის მთელი ეს ინტელექტუალური პოტენციალი დგას სტალინის მიერ შექმნილ ამ სამხედრო ინდუსტრიულ და ტექნოლოგიურ რელსებზე, რომლებიც ინერციით მიდის და ეს ინერცია სადღაც შემდეგ უკვე თავის სიჩქარეს დაკარგავს და გაჩერდება, ხო? აქედან გამომდინარე, თქვენ ალბათ ამას უნდა დაუმატოთ, რომ მაგ სისტემისგან მიიღეს საკმაოდ სერიოზული ინფორმაციის ტექნოლოგიური ინფორმაციის მოპოვება, რასაც ყოველთვის რუსული სპეცსამსახურები საბჭოთა კავშირი რო არ ყოფილიყო, რა შექმნილიყო, რუსეთი აღარ იარსებებდა. ანუ აღარ იარსებოდა იმ ფორმით, რა ფორმითაც რუსეთი დღეს არსებობს, იგივე ტერიტორიისა და დემოგრაფიული მაჩვენებლის ურთიერთშეფარდებიდან გამომდინარე, ეს ერთი და მეორე შესაბამისად ჩვენ თუ დავაკვირდებით რუსეთის იმპერიის განვითარებას, სხვათა შორის ამას წინათ სტუდენტებთან მქონდა სწორედ ეგ ლექცია, ანუ რუსეთი ვითარდებოდა მაშინ, როდესაც დიდი იმპერიები და დიდი სახელმწიფოები ვითარდებოდნენ, მათ ეკონომიკური და რუსეთის ეკონომიკური ზრდა რო შეგვედარებინა, კოლოსალური განსხვავება იყო და რუსეთი ვითარდებოდა ლათინური მიუხედავად იმისა ერთ-ერთი წამყვან იმპერიად ითვლებოდა, ხო? ესე იგი ევროპაში, სადაც ესე იგი იმპერიები თავს იყრიდნენ მაშინ, რუსეთი ვითარდებოდა ლათინური ამერიკის მსგავსად. და სწორედ საბჭოთა კავშირის რუსეთის გასაბჭოებამ და საბჭოთა კავშირის შექმნამ გამოიწვია ის, რომ 60-იან წლებამდე და 70-იან წლებამდეც კი ერთადერთი ქვეყანა, რომელიც სისწრაფით განვითარების უსწრებდა, ეს იყო იაპონია. უკვე შემდგომში ვთქვათ, აი ეს ეკონომიკური მოდერნიზაციის სასწავლი, რა თქმა უნდა, გაიმეორა ჩინეთმა და ჩინეთმა საერთოდ სხვა მასშტაბს მიაღწია შემდგომში, ხო? მე გეუბნებით უბრალოდ 70-იან წლებამდე. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი რაც ხდება, ეხლა არის დროებითი, მართლა ჩამოყალიბდება მულტიპოლარული სამყარო, რა თქმა უნდა, ამ მულტიპოლარულ სამყაროს ეყოლება თავიანთი დომინანტი, ესე იგი ცენტრები, ერთი ცენტრი ცხადია იქნება ამერიკის შეერთებული შტატები, მეორე ცენტრი იქნება ჩინეთში, მაგრამ სხვა მოთამაშეებსაც ექნებათ საკმაოდ დიდი გავლენა ამ პროცესზე. ბარნონბეკ, ახლა ამ ცენტრებთან დაკავშირებით, ალბათ ჩვენ გვერდს ვერ აუვლებთ ისეთ გაერთიანებას, როგორც არის ბრიქსის გაერთიანება და აქ ძალიან ბევრს აინტერესებს უბრალოდ შიგნით ვითარება ბრიქსში, იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკურად ახლა თქვენ იცით სამხრეთ დერეფანზე უკვე ჩინეთის გასვლაზე კი არა ლაპარაკი, ამბოლოდ რომ ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ინდოეთის ეკონომიკაზე, აი ამ
ჩრდილოეთ სამხრეთის დერეფენებთან, იმიტომ რომ აი მუმბაის და აი ამ პორტებზე გასვლა ყოფილა ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ $1.5 ეკონომიკა აქვს, ინდოეთს მზარდი ეკონომიკა, ეს ბირთვული სახელმწიფოა უკვე და რასაკვირველია სამი ზესახელმწიფო ერთგაერთიანებაში ეს სერიოზული ზალაა, მაგრამ როგორც ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მათ აქვთ თავისი ხედვა შიგნით ბრიქსში და აი თქვენ როგორ გონიათ ჩინეთის ურთიერთობა ბრიქსში მაინც როგორ იქნება? კი, მულტიპოლარული სამყაროა, მაგრამ შიგნით მეორე პოლუსში რამოდენიმე პოლუსი ხო არ იქნება? თუ დაუშვათ აქეთა პოლუსში, ასე ვთქვათ, ამერიკის შეერთებულ შტატებს ვერავინ კონკურენციას ვერ გაუწევს და ეს ფაქტია, აქ უკვე აქეთა მხარეს ჩვენ ვხედავთ ორს კი არა, უკვე სამ სერიოზულ მოთამაშეს. ერთს, რომელსაც ვებერთელა ბირთვული იარაღი აქვს, ძირითადად და წიაღისეულები ყველაზე დიდი. მეორეს, რომელსაც ყველაზე განვითარებული ეკონომიკა აქვს და მესამეს, რომელსაც ყველაზე დიდი ბაზარი აქვს ახლა აი ამ შემთხვევაში და პრაქტიკულად უკვე მოსახლეობით ის ჩინეთს აბსოლუტურად გეთანხმებით, ის ძალიან ძლიერი ესე იგი ორგანიზაცია ბრიქსი, უბრალოდ რამდენად თვითყოფადი გახდება, იმიტომ რომ მანდ არის თქვა დაძაბულობები ხო ამ ქვეყნებს შორისაც. ჩვენ თუ ინდოეთ ჩინეთს შორის კი, ინდოეთ ჩინეთს შორის რაც არის ხილვადი, მაგრამ რაც არ არის ხილვადი, თქვა ეხლა ეს ამდენად ჰარმონია, ჩვენ წარმოგვიდგენია ხოლმე, რომ განსაკუთრებით საქართველოს მედიაშიც გარკვეული თვალსაზრისით ამის კულტივირება ხდება ამ აზრის, რომ თითქოს ჩინეთი და რუსეთი არიან ერთმანეთის განუყოფელი მეგობრები და ერთმანეთს ავსებენ და შესაბამისად ასეც არ არის, ხო? თქვათ, ეს არის დროებითი ალიანსები, რომლებიც რაღაც გარკვეულ მიზნებს ემსახურება და ამ შემთხვევაში ჩემი ღრმა დარწმუნებით ჩინეთის ეს პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში სწორედ აი მულტიპოლარული სამყაროს ჩამოყალიბებას ემსახურება და არა გარკვეული თვალსაზრისით აი დიდ სიმპათიას ვთქვათ იგივე რუსეთის მიმართ, იმიტომ რომ მე მგონია რომ დიდ სახელმწიფოებს უბრალოდ ერთმანეთის მიმართ რაღაც ესეთი სენტიმენტები არ გააჩნია და არც პატარა სახელმწიფოებს უნდა გააჩნდეთ მგონი ხო? აქედან გამომდინარე ყველა თავისი ინტერესებიდან ამოდის და ეს ინტერესები დღესდღეობით სწორედ ამგვარ პოლიტიკას ვკარნახობს. კი, ბრიქსი არის ძლიერი გაერთიანება, ბრიქსს აქვს ძალიან დიდი მიზიდულობა და ბრიქსის მიზიდულობა გამომდინარეობს იქიდან რომ პირველი რაც მნიშვნელოვანია განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისთვის, ხო, რომ დავაკვირდეთ ძირითადად ბრიქსისკენ მიზიდულობას გამოხატავენ განვითარებადი ქვეყნები, ეს არის რომ ბრიქსში არავინ არ არის, რომელიც გარკვეული თვალსაზრისით აცხადებს, რომ მისი ღირებულებები არის უნივერსალური, ხო? იმიტომ რომ დასავლური ვთქვათ ალიანსები არის ალიანსები, სადაც გეუბნებია, რომ ჩემი ღირებულებები არის უნივერსალური და აქედან გამომდინარე შენ ის ყველაფერი უნდა გაითვალისწინო და თუ შენ ამას არ გაითვალისწინებ, შენ ჩვენ არ გვჭირდები, ხო? და ბრიქსში ესეთი არ არის, ბრიქსში ძალიან ესეთი პრაგმატული დამოკიდებულება აქვს ქვეყნებს ერთმანეთის მიმართ და შესაბამისად არავინ არ არის პოლიტიკური წნეხის ქვეშ და გარკვეული თვალსაზრისით ეს ხსნის მერე სივრცეს ეკონომიკური თანამშრომლობის, ხო? რამდენად ახლა იქ ჩამოყალიბდება ბრიქსში თვითონ ექსპლუატატორული დამოკიდებულება, ვთქვათ, ქვეყნებს შორის ერთმანეთის მიმართ. ეს ჯერ ცოტა რთული სათქმელია, იმიტომ რომ ამ მიმართულებით ნაბიჯს არავინ არ გადადგამს თვითონ ბრიქსის ქვეყნებს შორის, გამომდინარე იქიდან რომ ბრიქსის ჯერჯერობით მიზანია და ბრიქსის ქვეყნების, კიდაც დიდი ქვეყნების, რომელიც ჩვენ ვახსენეთ, მათი თვითონ ამ ორგანიზაციის გაძლიერება, ამიტომ იქ ბზარის გაჩენას თქვა, ჯერჯერობით არავინ არ ეცდება, რომ იქ უპირობო რაღაცა ლიდერობა მოიპოვოს და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს დროთა განმავლობაში შეიძლება ამ თავი იჩინოს, მაგრამ დღესდღეობით არის ბრიქსი მიმზიდველი იმ ქვეყნებისთვის, განვითარებადი ქვეყნებისთვის განსაკუთრებით, რომლებიც პირველი ელიან ეს არის რომ ის უნივერსალიზმი, რომელიც დასავლურ თქვათ, უნიპოლარულ სამყაროს, ერთპოლუსიან სამყაროს ახასიათებდა, როდესაც დასავლეთი იყო ცალსახად ეკონომიკურად, კულტურულად და ასე შემდეგ დომინანტი, ეს დასრულდება, დაიხსნიან თავს ამ მდგომარეობიდან და მეორე ეს არის, რომ ისინი ელოდებიან კაპიტალს გარკვეული თვალსაზრისით ბრიქსიდან, იმიტომ რომ რაღაც განვითარებადი ქვეყნები, რატო არიან განვითარებადი ქვეყნები, უამრავი რაღაცა ჩემი ღრმა
რა ვიცი მე, დარწმუნებით და რწმენით. ბევრი აბსურდული წიგნი იწერება, რომელიც, აი მაგალითად ეხლა რა ვიცი, ნობელის პრემია მიიღო ერთ-ერთმა ავტორთა ჯგუფმა, ну საკმაოდ დიდი ხნის წიგნია, რომელიც აღწერს თქვათ, რატომ განვითარდნენ ზოგიერთი ქვეყნები და რატომ ვერ განვითარდნენ სხვები და ხდება აქცენტი ინსტიტუტებზე და ასე შემდეგ, რომელიც ემპირიულადაც დადასტურებადი არ არის, მარტივად რო გითხრათ, რა ამ წიგნს გადახედეთ. კი ვიცი, უბრალოდ ამ ავტორებზე. დერე ნაჩემოგლუ ერთ-ერთი ავტორია და ასე, მაგრამ ამაზე არ ვლაპარაკობ, ანუ ეს ინსტიტუტების საკითხი არა, ეს არის უბრალოდ სიმდიდრის საკითხი და შენ მე როგორ რეჟიმში მოექცევი, ხო? ეს ქვეყნები არიან, განვითარებადი ქვეყნები არიან, ქვეყნები, რომელსაც საკუთარი დანაზოგები არ გააჩნიათ უბრალოდ. აქედან გამომდინარე არ გააჩნიათ საკუთარი კაპიტალი, ისინი ხდებიან გამომდინარე აქედან უცხოური კაპიტალის მძევლები და უცხოური კაპიტალის მისწრაფება არ არის იმ ქვეყნის განვითარება ხოლმე, ხო? იმ უცხოური კაპიტალის მისწრაფება არის პირიქით მაქსიმალური ექსპლუატაცია, სწორედ მათი დამოკიდებულება, რადგან დამოკიდებულ მდგომარეობაში ვარდებიან უცხოურ კაპიტალზე ეს ქვეყნები, შესაბამისად მათი ექსპლუატაცია, ხო? ამიტომ მე უბრალოდ მინდა მაყურებელს და რადიო მსმენელს მიაქციო სურათღება ზუსტად ჩვენი სტუმარი როგორ საუბრობს, რა კუთხით საუბრობს, იმით რომ ასე დაწვრილებით ალბათ თქვენ არავინ არ მოგიყვება და რასაკურველია აი ეს ჩვენი სტუმარი ვინც არის ბატონი ბექა ძალიან ხშირად კრიტიკულად უყურებს აი იმ პროცესებს, რომელიც მიდის ეკონომიურ პროცესებს ამ კაპიტალისტურ სამყაროში და ამ კაპიტალისტურ სისტემაში და აი ექსპლუატაციის ერთ-ერთი მაგალითი ახლა თქვენს რო დაასახელეთ ჩვენც ამაში ვართ კი ცხადია რა თქმა უნდა ჩვენ ვიყავით ამის მაგალითი ვარც კიდევაც ამის მაგალითი თქვენ რომ უბრალოდ ნახეთ როგორ რაღაცა ჩვენთან კიდე უცხოური კაპიტალის შემოდინების ხარისხი არ არის იმდენად მაღალი კი ჩვენ თავს ვიწონებთ ხოლმე 13%-ით 12% მთლიანი ეროვნული შუქი და პროდუქტის ეს არის პირდაპირ უცხოური ინვესტიციები მაგრამ იქ რო ცოტა ღრმად ჩავიდეთ ეს არის განხორციელებული ადრე განხორციელებული ინვესტიციები როგორც არის ბაქო-ჯეიხანი როგორც არის სხვა ესეთ სატრანსპორტო პროექტები მაგრამ თუ ჩვენ ხედავთ თქვათ აი ამ ჭრილში სტრუქტურას პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ეს არ არის რეალურად ღირებული ინვესტიციები ხო ეს არ მოდის არც გადამამუშავებელ მრეწველობაში სადაც ყველაზე მაღალი დამატებითი ღირებულება იქნება შეიძლება ეს მოდის რაღაც ფინანსურ სექტორში სადაზღვევო სექტორში და ასე შემდეგ რომელიც სწორედ რომ აი ექსპლუატაციას ემსახურება გულწრფელად რო გითხრათ. საინტერესო BRICS-ზე რაც უნდა მეთქვა ეს არის რომ ნახეთ BRICS-ში იყრიან თავს ქვეყნები რუსეთის გამოკლებით. On დიდ ქვეყნებზე გეუბნებით, რომლებთან საზოგადოებების დარჩენა გლობალიზაციის შედეგად ყველაზე უფრო მოგებული. მე არ ვამბობ ქვეყნებს, არამედ მათ საზოგადოებებს, ხო? ანუ მე ყოველთვის ვამბობ, რომ თავარი ვინც გლობალიზაცია ის ქვეყანა, რომელიც მათ გლობალიზაციის შედეგად ყველაზე დიდი სარგებელი ნახა, ეს არის ჩინეთი. ცალსახად ჩვენ რო ჩინელი საზოგადოება ჩინური საზოგადოება თუ შეიძლება უფრო დაწვრილებით რომ მოგვიყვოთ დაწვრილებით რომ გითხრათ ჩვენ დღესდღეობით სოფლიოში გვაქვს ეგეთი პრობლემა რომელიც პრობლემაც ზოგადად საქართველოშიც არის არ განსხვავდება საქართველოს სხვა ქვეყნებიდან ანუ ამ გლობალიზაციამ კაპიტალისტურმა თუ ნეოლიბერალურმა ესე დავარქვათ ზოგადად რა ვიცი ამ სიტყვებს აზრებთ მარტივად თქვათ კაპიტალისტურმა გლობალიზაცია რა რომელიც არის კაპიტალიზმია მაგრამ გლობალიზაცია ესე ტურბო კაპიტალიზმი ესე რომ წარმოვიდგინოთ იმიტომ რომ ბევრად უფრო სწრაფად ვითარდება პროცესები ბევრად უფრო დიდია კონკურენციის ხარისხი გამომდინარე იქიდან რაც მარტივად რო ახსნათ რა შენ თუ საქართველოში მაგალითად საბურავებს აწარმოებ და ადრე გლობალიზაციამდე მხოლოდ სამ სხვა კომპანიასთან იყავი კონკურენციაში იმიტომ რომ ისინი შენს ქვეყანას საბურავებს აწარმოებდნენ დღეს თავისუფალი ბაზრის შედეგად შენ გიწევ მთელი მსოფლიოს საბურავებს წარმოებელ კომპანიებთან ესე იგი კონკურენციაში შესვლა რაც კიდევ უფრო ზრდის წნეხს რაც კიდევ უფრო ზრდის შენი კომპანიის ოპტიმიზაციის აუცილებლობას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ამიტომ ქვია ძალიან სწრაფად ვითარდება ეს პროცესი, იმიტომ რომ შენ არ იცი რომელ ქვეყანაში რა ტექნოლოგიური წლისა განხორციელდება და იძულებული ხარ კაპიტალიზმის ლოგიკა ეგ არის, ხო, რომ იძულებული ხარ, ესე იგი ამ
ფეხი აუწყო ამას განვითარებას და აქედან გამომდინარე რაღაცა ტურბო კაპიტალიზმში აღმოჩნდით, ხო? საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ამ ტურბო კაპიტალიზმის ყველაზე უფრო საზოგადოების სასარგებლოდ თავი გაართვა, არა ვთქვათ, იმ ქვეყნებმა, რომელიც ესე იგი წამომწყები არიან ამ ტურბო კაპიტალიზმის, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთის ქვეყნები და ასე შემდეგ, არამედ ჩინეთმა, რომელმაც სწორედ ამ ჭკვიანური საინვესტიციო და სახელმწიფო ცენტრისტული პოლიტიკით, ესე იგი ყველაზე დიდი სარგებელი ნახა. Ну, ძალიან მარტივი ციფრებია, ხო, ჩვენ რო შევადაროთ 80-იანი წლების, ესე იგი სიგარების ქვემოთ მყოფთა რაოდენობა, სიბარის ზღვარს ქვემოთ მყოფთა რაოდენობა ჩინეთში და რო ავიღოთ დღევანდელი პერიოდი, ესე იგი მაშინ იყო თუ არ ვწდები 80% და დღეს არის მხოლოდ 20% ისიც ესე იგი აგრარულ რეგიონებში, ხო? აქედან ეს არის კოლოსალური განვითარება, ეს არის წარმოუდგენელი განვითარება, ესე იგი ამ რაოდენობის ადამიანის ამოყვანა სიღარიბიდან და ჩვენ ვაკვირდებით საწინააღმდეგო ტენდენციას, მაგალითად, იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში, რა ქნა გლობალიზაციამ, ხო? ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინდუსტრიული სახელმწიფო. ამერიკაში არსებობს ესეთი Rust Belt ეძახიან, ეს არის ქართულად რო თარგმნოთ, ეს არის ჟანგიანი ქამარი, ხო? ანუ ეს არის ცენტრალური ნაწილი ამერიკის, სადაც თავარი ინდუსტრიული, ესე იგი, მიმართულებები იყო კონცენტრირებული, მანქანათმშენებლობა, მეტალურგია და ასე შემდეგ. და გარკვეული თვალსაზრისით ესე ყველაზე უფრო მოწყვლადი საბოლოო ჯამში აღმოჩნდნენ ეს რეგიონები და ეს შტატები გამომდინარე იქიდან, რომ ერთხელ რაღაც ესეთ ყველაზე დადი და დინამიური ქალაქები არსებობდა დენვერი, დეტროიტი და ასე შემდეგ. ეს ქალაქები გაკოტრდნენ. მაგალითად თუ არ ვცდები 15 წლის წინ დეტროიტმა საერთოდ გამოაცხადა ბანკროტი, ხო? ბანკროტი. რატომ? იმიტომ რომ იქ რაც ამ ქალაქის ცხოვრებას უზრუნველყოფდა, ის საწარმოები ქარხნები და ასე შემდეგ, ისინი წავიდა სხვა ქვეყნებში, ხო? და სად წავიდა? აღმოსავლეთში, ხო? აღმოსავლეთში განსაკუთრებით ჩინეთში და ასე შემდეგ, ხო? აქედან გამომდინარე, მაგრამ ნახეთ, როგორი რაღაცა ჩვენ თუ დავაკვირდებით, ტექნოლოგიად შეიცვალა. ჩვენ ძალიან მიამიტურად უყურებთ ზოგადად ტექნოლოგიურ განვითარებას მსოფლიოს. მიამიტურად რატო უყურებთ, რომ ძალიან ესე უყურებთ ამას, რომ ერთი ხედვა არის, რომ ესე იგი ადამიანები ვართ და შესაბამისად ასეთი ადამიანის ბუნება რომ მიიღწვის პროგრესისკენ და ასე შემდეგ, ხო? მეორე ხედვა არის, რომ ცირა კი ეს პროგრესი არის, რა თქმა უნდა, ჩვენ ადამიანები ამაზე ვმუშაობთ, მაგრამ აუცილებელია რაღაცა რეგულაციები, ხო? რომ ამ პროგრესმა იმდენად არ გაგვასწროს, რომ ჩვენ საერთოდ ფეხი ვერ აუწყოთ, ხო? მე საუბრობ, რა თქმა უნდა, რობოტიკა, ხელოვნური ინტელექტი და ასე შემდეგ. არ საუბრობ იმაზე, რომ რომელიღაცა ხელოვნური ინტელექტის მქონე დანადგარი საკუთარ რაღაცა ავტოპოეტურ მდგომარეობას გამოიმუშავებს, რომლის საფუძველზეც ის უკვე დამოუკიდებელი გახდება, თქვათ, ადამიანებისგან, ну, რაღაც აპოკალიფტური სურათი ნამდვილად არ მინდა დავხატო. უბრალოდ როგორი რაღაცა, რამდენი ადამიანის აბსორბაცია შეუძლია ზოგადად ამ ტექნოლოგიებს. ჩვენ არ ვიცით. ანუ რატო ვამბობ, ნახეთ, იმიტომ რომ ეს განვითარება, რა განვითარება ჩვენ გვაქვს, ზოგიერთ ადამიანს უკან იტოვებს. და ამიტომ ნახეთ, რატო ვახსენე ამერიკა, იქ კი მაგალითად Silicon Valley-ია, სადაც ესე იგი ამ ახალი ტექნოლოგიების მექად ითვლება და სტარტაპების და ასე შემდეგ, რაც დღეს ყველაზე მოდაშია, რომ სტარტაპერი ყველაზე მაგარია. მაგრამ პრობლემა რაშია? ამ კომპანიების კაპიტალიზაციის მაჩვენებელი არის მაღალი, მაგრამ რო შევადაროთ, თქვათ, მიცი კაპიტალიზაცია, ხო? და სხვა, თქვათ, დარგში და მიმართულებაში არსებული კომპანია, მისი დასაქმების მაჩვენებელი არის ძალიან დაბალი. ხო? აქედან გამომდინარე, რას ვამბობ, რომ აი ამ განვითარებამ, გლობალიზაციის განვითარებამ საბოლოო ჯამში მოიტანა რა, რომ ადამიანების დიდი ნაწილი აღმოჩნდნენ წაგებულები გლობალიზაციის შედეგად ქვეყნებში და ადამიანების ძალიან მცირე ნაწილი, რომელმაც სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე, ფეხი აუწყო, თქვათ, ამ განვითარებას, აღმოჩნდნენ მოგებულები, მაგრამ საინტერესო რა. უდიში და აი ცოტა მაყურებელი რო არ დაიბნეს და რადიო მსმენელი. წაგებული და მოგებული რა. წაგებული და მოგებულში, იმიტომ რომ თქვენ ახლა მცირე ნაწილი
ახსენეთ მცირე ნაწილი ჩინეთიც ჰქონდათ ხო არა ჩინეთზე ზუსტად მაგას ვამბობ კი ბატონო თუ შეიძლება რომ აუხსნათ მაგას ვამბობ ზუსტად ნახეთ იმიტომ რომ აი აქ ნახე ეს კომპანიები რომლებიც განვითარდნენ ხო კაპიტალიზაციას მაგას ვამბობ ანუ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა არის დოვლათი იქნება მაგრამ ამ დოვლათის გადანაწილება არ ხდება გამომდინარე იქიდან ამ დარგის სპეციფიკიდან ეს დარგი არ არის დასაქმებაზე ორიენტირებული ეს დარგი არის კაპიტალის დაგროვებაზე ორიენტირებული და აქედან გამომდინარე ის ადამიანები ვთქვათ ვინც არიან ამ ინდუსტრიასთან დაკავშირებული ისინი სარგებლობენ გლობალიზაციიდან იმიტომ რომ გლობალურია ეს ტექნოლოგია თავის ხასიათით ხო რა ვიცი Microsoft-ი გინდათ Google-ი და ასე შემდეგ გინდათ WhatsApp-ი და ეს გლობალური ქსელია ხო მაგრამ სხვა ინდუსტრიები რომლებიც არის გადამამუშავებელი მრეწველობასთან დაკავშირებული და ასე შემდეგ მათ თავიანთი პოზიციები დათმეს ან წავიდნენ იგივე მაგას ვამბობ აღმოსავლეთ აზიაში ხო? ან სხვა ქვეყნებში რა მნიშვნელობა აქვს შეიძლება აღმოსავლეთ ევროპაში ან შეიძლება აფრიკაში და ასე შემდეგ. ამიტომ იქ აი ამ განვითარების შედეგად ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა ამ განვითარების ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა წაგებული იმიტომ რომ ელემენტარული სამსახური აღარ აქვს დაუშვათ ხო 2012 წელს სამსახური და სამუშაო რო არ გაქვს ან დაბალანაუზღაურებელი სამსახური რო გაქვს ან პრეკარიატული შრომის პირობები რო გაქვს ეს არის ძალიან მძიმე ამერიკის 2012 წელს ეს ტერმინოლოგია პრეკარიატი რა არის ნახეთ როდესაც შენ არის ღიური მუშარო ხარ რა მარტივად რო გითხრათ რა რო არიცი საერთოდ ხვალ რა იქნება ზეგრე გექნება სამსახური არ გექნება არიცი თქვა პენსია გექნება თუ არ გექნება იმიტომ რომ საერთოდ მოშლილი აბსოლუტურად ყველაფერი ხო ანუ გათვლადი რო არ არის შენი ცხოვრება მარტივად რო თქვა ხო კიდე უფრო ხო არ გავამარტივო რომ მთელი შენი ცხოვრება არის ჩალიჩი გადარჩენისთვის რა ძალიან კიდე უფრო ეს მარტივად კი ბატონო აქედან გამომდინარე ესე არის ძალიან დიდი რაოდენობა ამ ქვეყნებში რატო იმიტომ რომ იქ გადანაწილების მექანიზმებიც არ არსებობს ანუ ამერიკა რადგან არის ესეთ ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური ეკონომიკა აი გადანაწილების მექანიზმების არარსებობიდან გამომდინარე რომელიც მისი ეკონომიკური ფილოსოფიის საფუძველშივე დევს იმიტომ რომ მისი ამოსავალი არა ვთქვათ რაღაცა კონსენსუსზე, სოციალურ მშვიდობაზე ორიენტირებული ეკონომიკა ეს ახალი კურსის დროს იყო შეიძლება რუზველტის დროს, მაგრამ დღესდღეობით ის უკვე ძალიან დაშორდა, ხო, რუზველტის ახალ კურსს, ხო? იქ ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა წაგებული. რატო ვამბობ, ამერიკას რაღაცა ძალიან ბევრს ლაპარაკობთ ამერიკაზე, მაგრამ რადგან იკითხეთ, ჩემ მოსაზრებას გეუბნებით 2012 წლის თქო მაგას ვამბობ, ფსიქოლოგთა ასოციაციის ამერიკის დასკვნა იყო, სადაც სწორედ აი ამ ადგილზე მე რაც დაგისახელეთ, ხო? ეს ინდუსტრიული ნაწილი სადაც არის ამერიკის. სადაც დავამუშავებელი მრეწველობა იყო ძირითადად. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო სუიციდის, ნარკოტიკების მოხმარების და ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარების, ხო? იგივე მდგომარეობა დაახლოებით საბჭოთა კავშირში დაინგრა, თუ გახსოვთ და 95 წელს უკრაინა, რუსეთში და ბელორუსში და განსაკუთრებით რუსეთში იყო ეგრეთ წოდებული ჯანდაცვის კრიზისი. რა მდგომარეობა ჯანდაცვის კრიზისი 95 წელს ესე სიკვდილიანობა გაიზარდა რამოდენიმეჯერ ამ ქვეყნებში და სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირდა 4 წლით თუ 5 წლით. რატომ? იმიტომ რომ ადამიანები დეზორიენტირებულები აღმოჩნდნენ, სამსახური დაკარგეს, სოციალური ურთიერთობები მოერღვათ შესაბამისად, დაკარგეს სტაბილურობის განცდა და ასე შემდეგ და ამან უბიძგა თქვა სხვადასხვა იგივე ქმედებებისკენ გაიზარდა იგივე გულსიზრდე დაავადებები და ნუ რაც მოყვება ხოლმე ამ პროცესებს ხო. ეხლა რომ დავინახოთ ევროპაში რა ხდება, ევროპამ ამას მეტნაკლებად თავი გაართვა, მაგრამ რამდენად გააგრძელებს, არ ვიცი, ცოტა მიჭირს ამის თქმა, იმიტომ რომ ევროპაში მაინც ძლიერია სოციალური სახელმწიფოს თვითონ ეს როგორც იდეა, ისე ინსტიტუტები, ხო, გადანაწილების მექანიზმები, საგადასახადო სისტემა, იგივე თქვათ, ესე იგი, საჯარო სიკეთეები, საკმაოდ დღესაც კიდე საკმაოდ ყარია ეს ინსტიტუტები და აქედან გამომდინარე, აი ესე კაფიო და ესე მძიმედ, თქვათ, ადამიანები აი ამ ტენდენციას ევროპაში ვერ განიცდიან, ხო? სხვათა შორის ეს მე მგონი ევროპაში საკმაოდ დიდი დამსახურებაა ის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამკვიდრებული სოციალისტური მოძრაობის დემოკრატიული სოციალიზმის იდეოლოგიის ნებისმიერ ქვეყანაში არავის კონდეს განცდა, ეხლა დღეს რო 8 საათის სამუშაო დღე რო გვაქვს, ფორმალურად თუ იცავს ვინმე თუ არ იცავს, ამას მნიშვნელობა ჩვენი
რამდენი ბრალია თუ არ იცავს ხო ეს გვაქვს ხო ეს არ არის ვიღაცა კეთილი ადამიანების დამსახურება ეს არის მშრომელების ბრძოლის დამსახურება ხო აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ რომ აი ის რაღაცები მონაპოვრები სოციალური მონაპოვრები რაც არის ეგ არ დაგვეცათ სიდან ხო ამას არც ტრანსცენდენტული განზომილება აქვს და არც შესაბამისად რამოდენიმე კეთილმოწყვილიანმა და რა თქმა უნდა ბრძოლა ჩვენ გონია რომ ეს მარტო გაფიცვები იყო ხო ჯერ 1 მაისის იდეა საიდანაც მოდის ხო ეს ჩიკაგოში 1896 წელს იყო მე მგონი ხო ესე იგი რა ხდებოდა მაშინ იყო ესე იგი მე მგონი თუ არ ვწდები ზეგანაკვეთური შრომის თუ სამუშაო საათების ირგვლივ იყო ეს საკითხი და შესაბამისად მე რამოდენიმე ადამიანი ამ დემონსტრაციაზე დახვიტეს ხო ამიტომ ჩვენ უნდა დავინახოთ ეს ყველაფერი სხვანაირად რომ აი ეს არის ეს კაცობრიობის განვითარების ანუ კაცობრიობის კეთილდღეობის განვითარების პროცესი არის ძალიან დიდი ბრძოლის შედეგი და ეს არის პროცესი მიმდინარე პროცესი ეხლა რომ გადმოვიდეთ რადგან ჩინეთზე არის გადაცემა ჩინეთმა რატო დარჩა მოგებული რა ჩინეთი დარჩა მოგებული იმიტომ რომ ის არ გახდა მძევალი ვთქვათ ესე იგი უბრალოდ სხვილი კაპიტალის იმიტომ რომ კონტროლი კაპიტალზე ქონდა სახელმწიფოს რაც თავარია და შესაბამისად ესე იგი დარგების განვითარებაზე კონტროლი ქონდა სახელმწიფოს ანუ სახელმწიფო განსაზღვრავდა რომელი დარგები რა სიჩქარით და როგორ უნდა განვითარებულიყო, იმიტომ რომ ბალანსი ყოფილიყო როგორც ტექნოლოგიურ წინსვლასა, ისე შესაბამისად დასაქმებას და კეთილდღეობას შორის. თან უპირატესობა ჩინეთს რა აქვს კიდე და რა ქონდა მაშინ, იმიტომ რომ ეს იყო ახლა ვითარდებოდა ეს ქვეყანა და ძალიან კარგად ხედავდა იმ გამოცდილებას, რომელიც სოფლიოში იყო დაგროვილი. იგივე როგორც დასავლეთის, ისე გულწრფელები უნდა ვიყოთ საბჭოთა კავშირის, ხო? იმიტომ რომ ძალიან ბევრი გამოცდილება სწორედ საბჭოთა კავშირის საფუძველზე დააგროვა ჩინეთმა. ამიტომ ესეთ ეპოქაში ვცხოვრობ დღეს ჩვენ, სადაც ესე იგი გლობალიზაციის შედეგად რაღაცა ნაწილი და აი ეს უნიპოლარული სამყაროს სწორედ დაკნინება, ხო? ამერიკის საუკუნის დაკნინება სწორედ ამ გლობალიზაციის შედეგია. კი ბატონო, ბატონო ბექა, ძალიან საინტერესო საუბარი იყო და ძალიან მინდა ეხლა ცოტა ისე ევოლუციურად გადავიდეთ ნახტომით არა საქართველოში ჩამოვიდეთ იქიდან გამომდინარე რომ ეხლა გარკვეულწილად ჩვენთან საქართველოში პროცესები ხდება მე თავს შევიკავებ ეხლა შეკითხვისგან თუ რა შეუძლია დაუშვათ აი ესეთ სიტუაციაში ჩინეთი როგორ იქცეოდა რას აკეთებდა ამაზე ჩვენ გვექნება ტელემოყურებლებთან საუბარი სხვა ექსპერტთან, სადაც ზოგადად ჩვენ ვილაპარაკებთ ჩინეთის მოქმედებაზე კრიზისების დროს მსოფლიოში, ამაზე ცალკე გადაცემა გვექნება. ეხლა მე მინდა ვისარგებლო რომ ჩვენთან ჩვენი სტუმარი არის პიროვნება, რომელიც საკმაოდ კარგად ერკვევა ეკონომიკის საკითხებში და ძალიან საინტერესო ფაქტებზე საუბრობს, აი გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ უკვე სტრატეგიული პარტნიორები ვართ და ნუ ევროპელი ქვეყანა თქვენ რომელი ქვეყანა ვართ? მე-16 ქვეყანა ვართ, ხო? სტრატეგიული ევროკავშირის 14 წევრია, მაგრამ ნუ მე სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან. სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან, უბრალოდ სხვადასხვა ფორმით ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს ევროპაში. ანუ ნუ ჩვენ რო ავიღოთ თქვა იგივე ბალკანეთის ქვეყნები თითქმის ყველას აქვს არ არსებობს თითქმის ევროპაში ქვეყანა რომელსაც რაღაცა ფორმის სტრატეგიული პარტნიორობა აქვს ჩინეთთან რასაკურველია და აი ამ შემთხვევაში აი ახლა თქვენ ჩინეთშიც ბრძანდებოდით ცოტა ხნის წინ აი ამ პროცესების დროს ჩვენ წინა გადახდაში ნაწილობრივ შევეხეთ დღესაც იმდენი დრო არ აქვს მაგრამ აი ის პოზიტიური გამოცდილება ის პოზიციური გამოცდილება რომელიც აქვს ჩინეთს რომელ დარგში შეიძლება გამოვიყენოთ აი საქართველოში ან რა პროცესები შეიძლება დავიწყოთ იმ ჩინეთის ბექგრაუნდის რომელსაც მაქონდა ეკონომიკაში აი საქართველოზე გადმოტანეთ საქმე იმაშია რომ ჩვენ და ჩინეთს ნუ გარკვეულწილად მწირი ურთიერთობა გვაქვს ეკონომიური ახლა აი ამ ფონზე მაგრამ სხვა მხრივ ასე ვთქვათ
ჩვენ ვართ გეოპოლიტიკური კვანძი და ეს ზუსტად ვიცი და შემიძლია დავადასტურო რომ ჩინეთისთვის ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა ვართ ამ კუთხით და იგივე ფოთის სპორტის მშენებლობა რომელსაც განახორციელებს იმედი მაქვს ჩინური კომპანია ეს იმის ნიშანია აი რა ეტაპები შეიძლება უახლოესი ეტაპები იყოს ჩვენთვის ყველაზე დიდი სარგებლის მომტანი ჩინთან ურთიერთობიდან აი გლობალურ პროცესებში ძალიან საინტერესო კითხვაა მაგრამ ერთ რაღაცას მინდა ხაზი გავუსვა მესმის რომ ბატონ ბექა ეხლა მე რადიო მსმენელს და ტელემაყურებლებს ვპირდები მოდით ესე გავაკეთოთ რომ ეს იქნება შესავალი რაზეც ჩვენ მიუძღვით ცალკე გადაცემას და მოდით ესე გავაკეთოთ ჩვენ ეხლა მიახლოებით დარჩენილი გვაქვს 8 წუთი და აი მიახლოებით შესავალიცავით გავაკეთოთ იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ რომ ამ გადაცემის შემდეგ ამ ბოლო ეტაპზე მე ბევრი დამირეკავს და ბევრი მომწერს თხოვნით რომ ჩვენ ასე ვთქვათ გავაგრძელოთ ამაზე ლაპარაკი და მე ვპირდები ჩვენ რადიო მსმენელს და ტელემაყურებლებს აი ჩინელი ახალი წელი რო იქნება ისა თებერვალში ჩვენ აი ამ ხელა ასე ვთქვათ შესვენებას არ გავაკეთებთ ბატონ ბექასთან შეხვედრისი რაც გავაკეთეთ ნახევარ წელზე მეტია და ჩვენ აუცილებლად ამ ახალი წლის წინა პერიოდში დავპატიჟებთ ბატონ ბეკას გთხოვთ ბატონ ბეკა ხო და ესე იგი ამას მინდა ცალსახად ხაზი გავუსვა რომ ჩინეთმა რა განვითარებაც გაიარა ნუ იმის ჩვენ რეპლიკას ვერ მოვახდენთ გამომდინარე იქიდან რომ ესე იგი ჯერ მასშტაბია სხვა მე ის რა ჩინეთმა გააკეთა ის ჩვენ ხელიდან დიდი ხანია გავუშვით ანუ 90-იან წლებში გავუშვით იმიტომ ვახსენე აი თუ შეიძლება ამაზე აი ჩინეთმა ისწავლა რატო ვამბობ ჩინეთმა ისწავლა საბჭოთა კავშირის საფუძველზე ანუ ხო დაინახა რა ხდებოდა საბჭოთა კავშირში როგორ ინგრეოდა საბჭოთა კავშირის ეკონომიკა და შესაბამისად გააკეთა ყველაფერი საპირისპირო იმისა რომ ნახეთ ჩვენთან იყო მარტივად როგითაც სიტყვები გვეუბნება ყველაფერს ჩვენთან იყო შოკური თერაპია ჩინეთში იყო ეგრეთ წოდებული გრადუალიზმი ანუ რას ნიშნავს გრადუალური გადასვლა საბაზრო ეკონომიკაზე ხო ჩვენთან იყო შოკური თერაპია ანუ ევოლუციური სიტყვა შეიძლება ევოლუციური თქვა საინტერესო რა ნაომი კლაინი ესეც კარგი ავტორია ძალიან და ეს შოკური თერაპია ხო ადამიანს ყველა განსხვავებულად ესმის და მან უყოვა ძალიან კარგი ჩვენ მე ასაკოვანი ადამიანებს გვისმენენ დარწმუნებული ვარ და სამწუხაროდ ესეთ გადაცემებს მხოლოდ ძირითადად უფრო ასაკოვან ადამიანებს ან ჭარმა ყანშესულ ადამიანებს აინტერესებთ ან საშუალო ასაკის მათ უფრო ემახსოვრებათ 90-იანი წლები მე არ ვსაუბრობ სამოქალაქო ომზე არც ეთნიკურ კონფლიქტებზე მე ვსაუბრობ ბალცეროვიჩზე საუბრობ რომელიც ესე იგი დადიოდა ამ შოკური თერაპიის რაღაცა პატარა პაპკით და ეს პაპკა გახდა საბოლოო ჯამში გზამკვლევი ამ ეკონომიკური ტრანსფორმაციის ქვეყნებში რამაც პირდაპირ გითხრათ ჩვენი ქვეყანა დაანგრია ეკონომიკურად არა ეკონომიკურად რომ ინგრევი მე უკვე როგორც საზოგადოება ინგრევი მე ამას თვალი უნდა გავუსწოროთ და შეიძლება რომ ხო ნუ ჩვენ გვიშველა იმან რომ სამ მართლა ძალიან ესე იგი დიდი უზარმაზარი კულტურის ქვეყანა ვარ და ამ კულტურამ შეინარჩუნა კიდე ჩვენი რაღაცა ეროვნულობა, თვითყოფადობა და ასე შემდეგ. ეს იყო. ნახეთ, კულტურმა პლასტმა შეინარჩუნა ეს ყველაფერი, თორე ეკონომიკური პლასტი, ჩვენ რო კულტურულად ახლა ჩამოყალიბებული ერი ყოფილიყავით, ჩვენ უბრალოდ ვეღარ არ ვიცი სად ვიქნებოდით, როგორ ვიქნებოდით და ასე შემდეგ. ამიტომ ნახეთ, ეს შოკური თერაპია რა არის? იმდენად სწრაფად უნდა განახორციელო რეფორმები, რომ ადამიანები აღმოჩნდნენ შოკში და წინააღმდეგობა ვერ გაუწიონ. გესმით? ანუ შოკი რას ნიშნავს? შოკი იმას გენს უბრალოდ რომ შოკში ხარ. ანუ შოკში ხარ, ესე იგი შოკი ის მდგომარეობა, როდესაც შენ წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა არ გაქვს. და ჩინეთში როგორ მოხდა, რომ ჩინეთში მოხდა ევოლუციურად, გრადუალურად და ასე შემდეგ. ანუ ნებისმიერ ნაბიჯს აკვირდებოდნენ, მერე მივდიოდა ეს დაკვირვების პროცესი, გაამართლებდა შესაბამისად მე შემდგომზე გადადიოდნენ და ასე შემდეგ და ასე. დაახლოებით საბჭოთა კავშირის ცოტა განსხვავებულია, მაგრამ ჩვენ რო დავინახოთ, თქვათ, ესე იგი რევოლუციური კომუნიზმის
და ომის ეკონომიკის ეპოქა დასაწყისში, მერე ნეპი, მერე მოდის თქვათ ეს ეგრეთ წოდებული ხოზრაშოტი, ხო? და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს ხალხი ამას ყველაფერს აკვირდებოდა, ანუ როგორ იმუშავა ერთმა, რა შედეგი გამოიღო, მეორემ, მესამემ და მეოთხემ და არავინ არ მოახდინა ესე რომ ერთბაშად თქვათ, რომ გაიღვიძეს ადამიანებმა და პური რო ღირდა რეგულირებული ფასი დაუშვათ, ხო და პურის რა თქმა ამ ფასზე მაღლა გაყიდვა არ შეიძლება და უცბად თქვენს რომ ფასების ლიბერალიზაცია მოხდა. რა შეიძლება ფასების ლიბერალიზაცია მოხდა? რამ გააფასურა თქვათ ფული საქართველოში? ფასების ლიბერალიზაცია, მეტმა ხო არაფერმა არ გააფასურა. რამ გააფასურა ის დანაზოგები? ხო, შესაძაც დღესაც რო ლაპარაკობ, სად არის ეს დანაზოგები? ის დანაზოგი აღარაფერი აღარ იყო უკვე მეორე დღეს. პირდაპირ გითხრათ. არაფერი აღარ იყო, იმიტომ რომ ჩინელებმა რა გააკეთეს? ფასების ლიბერალიზაცია არ მოახდინეს მთლიანად, არამედ მოახდინეს რიგ პროდუქტებზე შეინარჩუნეს. მაგათ ჰქონდათ ეგრეთ წოდებული ორმაგი სისტემა, ხო, იგივე ხორბალთან მიმართებაში სახელმწიფო ფასიც იყო, მაგრამ საბაზრო ფასიც იყო და რატო? იმიტომ რომ გამოცდილებას დააკვირდნენ ისინი და შესაბამისად საუკეთესო აიღეს აქედან. ამას ვამბობ, ნახეთ და აი ამ ნელ-ნელა დაკვირვებამ მიიყვანა ეს ქვეყანა აი ამ მასშტაბამდე, რა მასშტაბისა დღესაც არის და დღეს 33 ესე იგი მე მგონი მისი თვლიანი ეროვნული შედაპროდუქტი არის თუ არ ვცდები 33 ტრილიონი, ხო? ამერიკის არის 27 ტრილიონი თუ რაღაცა, ხო? მსყიდველობით პარიტეტის გათვალისწინებით დოლარის, ხო? ერთ-ერთი მოდი პირდაპირ თქვა, ღარიბი ქვეყანა დღეს არის ყველაზე დიდი და ესე იგი მდიდარი ქვეყანა. ამიტომ მე მაგას ვამბობ, რომ იმას უკვე ჩვენ ვეღარ გავიმეორებთ. ეგ არის გამორიცხული, იმიტომ რომ ეს მომენტი ჩვენ ხელიდან გავუშვით. ბევრმა ქვეყანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანამ მსგავსი. მსგავსი იმ თვალსაზრისით, როგორც ჩინეთმა ჭკვიანურად საინვესტიციო პოლიტიკა ქონდა თავისი, ესე კი არ იყო, როგორც ჩვენ 90 წლებიდან დღემდე ესე რო ვართ, რომ ჩამოდით ინვესტიცია განახორციელებთ, იმიტომ რომ რეგულაციები არ გაქვს და იაფი მუშახველი გვაქვს და ამიტომ უნდა ჩამოვიდეს თურმე ვიღაცა და აქ ინვესტიცია განახორციელებს. რატო? ცოდნა გვაქვს, რომ რაღაც ღირებული ინვესტიციის აბსორბაცია მოვახდინოთ ქვეყანაში თუ რატო უნდა ჩამოვიდეს? თუ წიაღისეული გვაქვს, რატო რისთვის უნდა ჩამოვიდეს, ხო? ხო, ანუ ეს აბსურდი რა, მაგრამ არის იყო ქვეყნები, მაგალითად სლოვენია რო ვიღოთ. სლოვენიაში როგორ მოხდა ესე კი ერთხელის ესე იგი მოსმით კი არ მოახდინეს ყველაფრის პრივატიზება. ადგენენ ჯერ აიღეს და თქვა კონკურენტუნარიანი საწარმოები, რომლებიც კონკურენტუნარიანი საწარმოები იყვნენ, ისინიც ნამდვილი, იმიტომ რომ სლოვენიაში რა იყო? სლოვენიაში იყო შრომელების თანამონაწილეობის გამოცდილება მაშინ ესე იგი კომუნისტური იუგოსლავიის დროს მაშინ უკვე გამოცდილება არსებობდა შრომელებს როგორ უნდა ემართათ თვითონ საწარმო, ხო? მათ ეს გამოცდილება ჰქონდათ, ეს კულტურა არსებობდა მაშინ, ხო? ესე იგი გადასცეს ამ შრომელებს, ანუ პრივატიზაცია იყო შრომელებზე გადაცემა, ოღონდ იმ საწარმოებს, რომლებიც კონკურენტუნარიანები იყვნენ. რომლებიც არ იყვნენ, შეიქმნა მოდერნიზაციის ფონდი და მოდერნიზაციის ფონდმა მოახდინა ამ საწარმოებს გადაიარაღება, მომზადება საბაზრო ეკონომიკისთვის, ხო? ანუ ძალიან ბევრი საკითხია სინამდვილეში ჩვენი გადაცემა. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეხლა ზღვა შეკითხვა იქნება და კიდევ ერთხელ პირდაპირ ჩვენ მაყურებელს რომ ბატონი ბექა ჩვენი სტუმარი იქნება და ეხლა უკვე კონკრეტულ დროს მინდა გითხრათ, რომ აი ჩინური ახალი წლის წინ თებერვალში მე მინდა გაახსენოთ, რომ ჩვენთან იყო ცნობილი ეკონომისტი, პარლამენტის ბოლომოწვევის დეპუტატი ბატონი ბექა ნაცულიშვილი, მეცხრე მოწვევის დეპუტატი ბატონი ბექა ნაცულიშვილი თქვენთან მუშაობდა პოლიტოლოგი სინძიანის უნივერსიტეტის ექსპერტ კონსულტანტი პროფესორი ბადრი ნაჭხებია. მომავალ შეხვედრამდე. მადლობა.